მოგესალმებით ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ. 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები ამოქმედდება. ვინ ჩაიბარა ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლად შექმნილი სამსახური. 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები ამოქმედდება. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება მგზავრი. ახალი კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის აღსრულება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად. საპატრულო პოლიცია და კერძოდ პოლიცია იმუშავებს თავის კომპეტენციის ფარგლებში. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციის მხედველობის არეში მოხდება ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ფანჯრიდანაც იქნება გარემოს დაბინძურების მცდელობა. ეხება ეს სიგარეტის ნამწვავს, კვების პროდუქტის ნარჩენებს, ცარიელ ბოთლებს და დანარჩენ ამგვარ ლიფტებს. ესეთი ქმედება დაჯარიმდება 120 ლარის ოდენობით ჯარიმით. ახლად შექმნილ სამსახურს ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დავით ზაალიშვილი ხელმძღვანელობს. ახალმა დირექტორმა 12 ავტობუსი ჩაიბარა. იგი საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი განცხადებით მოსახლეობისთვის მთავარი სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების შემცირებაა. შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ЧПС კეთილმოწყობის სამსახური ორად გაიყო. დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელად ისევ მერაბ იობაშვილი რჩება. განახევრდა ტარიფები, რასაც ქვია. ეს საწვავი მოიმატებს თუ დაიკლებს, ეს ტარიფი არის ძალაში. საომალოდ კიდე ბევრი გეგმები არის. გამოცდილებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება უმაღლესი მაგ დამთავრებული 2003 წელს ქალაქ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით სატრანსპორტო და ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, 6 თვე სტაჟირებაზე გავდიოდი ტრანსპორტის სამინისტროში, შემდეგ უკვე სხვადასხვა სფეროებში მუშაობდი. 11 იანვარს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით მრავალშვილიანი, დედმამით ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის უფასო საახალწლო წარმოდგენა გაიმართა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბავშვებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საახალწლო საჩუქრები გადასცა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბატონი გალიოს დვალიშვილის ინიციატივით მოწვეულები არიან პატარები საახალწლო ნაძვის წარმოდგენებს. წარმოდგენათა ანონსს დაემატა კიდე ერთი დღე. უფასო კონცერტი ტარდება დღეს პატარებისთვის, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჩვენი ქალაქისგან და ჩვენგან ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეხალისებინათ და ლამაზი გამოსულიყო მათთვის ეს დღე. ჩვენთან რის შემდეგაც წარმოდგენის მერე პატარები მიიღებენ საჩუქრებს. მოვიყვანე 4 შვილი, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, კულტურის სახლს, ძალიან დასიამოვნები ვართ, ცეკვავთ, აგერ ვღერი ვართ. ღონისძიება ძალიან მომეწონა და ყველაზე კარგად მომეწონა კომპლეტ და გილოცავთ ახალს. ახლა კი დღის ქრონიკაში რეკლამის დროა, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ალექსი, ანა, მარიამი, იზაბელა, ანი, ანასტასია, ქეთი. ყოველ შაბათ-კვირას დილის 10 საათზე თქვენ სასიამოვნო განწყობაზე ვისრულებთ. 27 დეკემბრიდან ყოველ შაბათ-კვირას ტელეკომპანია ბორჯომის ეთერში ნახეთ გადაცემა ახალგაზრდული ვიკენდი. პროექტის მხარდამჭერია IDS ბორჯომი საქართველო. ელიტ ელექტრონიქსის ხაშურის ფილიალი გილოცავთ შობა ახალწელს და გიწვევთ თქვენი სურვილების ასასრულებლად. უამრავი ტექნიკა ერთ სივრცეში წარმოუდგენლად დაბალ ფასად. განმადების შემთხვევაში თანხას იხდით 2 თვის შემდეგ. ხოლო ჩვენთან მოხვდით 300-მდე იღბლიან მომხმარებელს შორის და მიიღეთ საჩუქრად სმარტფონი. მოქმედებს სახლში
სახლში მიტანის უფასო სერვისი. გააკეთეთ წლის მთავარი არჩევანი Elite Electronics-ში. ვცდილობ გავუზიარო გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები დავნერგო საწარმოში. საახალწლო აქცია ბეკოში დაიწყო. ვიდრე ახალი წელი დადგება და სანტა თქვენს წერილებს წაიკითხავს, ბეკო დაასწრებს და საჩუქრებს აჩუქებს. გრანდიოზულ ფასდაკლებასთან ერთად ყოველ შენაძენი მიღწე მიიღეთ საჩუქარი. საახალწლო საჩუქარს ბეკო ყველას ვჩუქნით. უპრეცედენტო აქცია მხოლოდ ბეკოში და მხოლოდ თქვენთვის. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა, სახლში მოგართმევთ. ბეკო, გილოცავთ შობა ახალწელს. საჩუქრების მაღაზია გილოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ საუკეთესო ფასად აქსესუარებს ოჯახის წევრებისათვის, მეგობრებისთვის. შევქმნით სადღესასწაულო განწყობა თქვენს გარშემომყოფებს. მხოლოდ ჩვენთან კედლის დეკორატიული სურათების ფართო არჩევანი. ჭაღებით 13 ლარიდან. გააკეთეთ 30 ლარი შენაძენი და მიიღეთ დამატებითი საჩუქრები. მოქმედებს 0%-იანი განმარტება. ჩვენთან თქვენი პოვით იმას, რაც გჭირდებათ. Elite Electronics-ი გილოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებებს. Istanbul ბაზარი გილოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ ტექსტილზე 20%-იან და ავეჯზე 25%-იან საახალწლო ფასდაკლებას. მოგბრძანდით ჩვენთან ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, სადაც თქვენ დაგხვდებათ კომფორტული გარემო, დიდი არჩევანი და რაც მთავარია, სწრაფი და იაფი მომსახურება. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ისტანბულ ბაზრის ყველაზე დიდ საბითუმო მაღაზიას უკვე ქუთაისშიც. ისტანბულ ბაზარი გელით ყველგან. შეხვდით ახალ წელს, ახალი შენაძენით. თოვლის ბაბუ ტელეფონს მომიტან. თოვლის ბაბუ მე არაფერი მინდა, მარტო დედიკოს სარაცხი მანქანა მოუტანე რა. თოვლის ბაბუ ჩემ ძმას ახალი კომპიუტერი უნდა. ამ სურვილების ასრულებაში თოვლის ბაბუას Elite Electronics-ი დაეხმარება. ჩვენთან ჯადოსნური ფასებია. მხოლოდ ბორჯომის Elite Electronics-ში მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში საჩუქარს თავად ირჩევთ. აღმოაჩინეთ საკუთარი თავი 300 იღბლიან მომხმარებელს შორის და მიიღეთ საჩუქარი. ეს რეალურია. მხოლოდ Elite Electronics-ში ნივთის შეძენის შემთხვევაში თანხას 2 თვის შემდეგ იხდით. მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან. Elite Electronics-ი თქვენთვის და თქვენთან ერთად. წმინდა პანტელეიმონ კურნალის სახელობის დედათა ბავშვთა ცენტრი გილოცავთ შობა ახალწელს და გისურვებთ ჯანმრთელობას.
კვირას 11 იანვარს ტელეკომპანია ბორჯომის ახალი გადაცემის ახალგაზრდული ვიკენდის სტუმარი იყო მუსიკოსი ნიკა ედილაშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად. გადაცემა განმეორებით შეგიძლიათ ნახოთ 4 შაბათს 8 საათიანი დღის ქრონიკის დაწყებამდე და 5 შაბათს დილის 10 საათზე. ახალგაზრდული ვიკენდის სხვა გადაცემების ნახვა ჩვენს ეთერში მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ. ძალიან კარგი პროექტია. ნამდვილად კარგია რომ ახალგაზრდა შემსრულებლები, ხელოვნები იქნებიან, პატარა ბავშვები, დამწყებები პირდაპირ ეთერში დაუკრავენ თუ რა ვიცი თავის ნამუშევრები იქნება თუ რაც იქნება წარადგენენ და ხალხი გაიცნობს, უფრო მეტი სტიმული ექნება და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კარგი დამოკიდებულება ექნება იმის მიმართ, რაც საკეთებენ. საკმაოდ კარგი ბავშვები მყავს მოსწავლეები, ძირითადად უკვე ვინც გამოვიყვან ესენ საკმაოდ ნორმალურად და კარგად უკრავენ, ყავს კიდე სხვები, რომლებიც ასევე მზადების პროცესში არიან, მაგრამ შეუძლიათ სიმღერაც, დაკვრაც, სხვა სოლო კომპოზიციების შესრულებაც. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ და კიდევ ტელეკომპანია ბორჯომს, რომელმაც ეს პროექტი წამოიწყო და ნამდვილად კარგი პროცესია და გისურვებთ წარმატებას ამ საქმეში. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 13 იანვარს ბორჯომში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 0, მაქსიმალური კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან ღრუბლიანობა მოიმატებს. დილის 10 საათზე მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი 13 საათზე, სითბო 3 გრადუსი. ნალექი შეწყდება და ასევე 3 გრადუსი დაფიქსირდება 16 საათზე. 2 გრადუსი იქნება 19 საათზე. 0 გრადუსი დაფიქსირდება 22 საათზე. ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში. ზედაღრუბელი იქნება 14 იანვარს, სითბო 7 გრადუსი. 8 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 15 იანვარს. ღრუბლიანობა მოიმატებს 16 იანვარს, ტემპერატურა 4 გრადუსი. 3 გრადუსი იქნება 17 იანვარს. 7 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 18 იანვარს. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.